23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლად ქებულ წმინდა მოციქულს სვიმონ კანანელს მოიხსენიებს. დღეს ჩვენი ქვეყანა აფხაზეთობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისა და ერთობისთვის პარაკლისი აღესრულა. მსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინამ. თანამსახურებდნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ძვირფასო მეუფე, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს აფხაზეთობას წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი. ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც, ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც. ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ფიქრობ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას. და ვევედრებით უფალს, რომ მოგცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, დევნილების დაბრუნების თავიანთ სახლებში. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალის ხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. რამდენი წელი გავიდა უკვე, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება. და როგორც ყოველი დიდი საქმე, მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ, უჩემოთ არ შეგიძლიათ არაფერი. აი ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლადაც მოხდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი, თქვათ, ლოცულობს თავის რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირად საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომელიც უშლის მას უფალთან დაახლოვებაში, მადლის მიღებაში. და აი ამ ნაბიჯებს თუ გადადგავს, აუცილებლად უფალი მას ეხმარება. მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც შესაბამისად ეს სულიერი ცხოვრების კანონია. მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენის და გაერთიანების მადლი. აი ამაზე იყო დღევანდელ სახარებაში საუბარი, რომელიც საკითხული იყო საღვთო ლიტურგიაზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა თავის მოციქულებს
იმის შესახებ, რომ მას მოუწევს მის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება და მოციქულები ამის გამო წუხდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან. და აი დღეს წაკითხულ საუბარში ისევე როგორც სხვაგან უფალი მათ დიდად ანუგეშებს. ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. აი მაგალითად ამბობს, რომ მას შემდეგ ის რაც წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. და მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთო თქვენ. მაგრამ ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, ასე ამბობს უფალი. და ისინი მეტ სასწაულებს მოახდენენ, არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულები იქნებიან. არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით. უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ ღმერთს მიმართოთ ლოცვით იესო ქრისტეს სახელით, რაც აქამდე არ იყო, არ ხდებოდა. და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება. მაგრამ აქაც პირობას აყენებს. დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინის მცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება. ნუგეშინის მცემელს უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინის მცემელი. და ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ გარდა იმისა, რომ მოგივლენ თქვენ ნუგეშინის მცემელს, მე მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მე მუდამ ვიქნები თქვენთან. არ დაგტოვებ თქვენ ობლად. აი ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულადნე სოფლისა. და თქვენს ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი ესეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული ძვირფასო ძმებო და დებო და უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოთ. ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ რა თქმა უნდა წმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ და ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში თუ ასევე რწმენით ღებულობთ მათ. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, მადლით ხართ გამოხსნილებიო. და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია. ეს არის ნიჭი ნუგეშინის მცემელი სული წმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, აი რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული და ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, გაგწმინდოს ჩვენ, გაგვაძლიეროს, აცხოვნოს ჩვენი სულები და მოგცეს ვიმეორებ დიდი მადლი ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგების და იმ ძმური სიყვარულის აღდგენის, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის. მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით და მოგცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების
რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ დადგინდა. დღეს არის აფხაზეთობა თითოეული დევნილისთვის განსაკუთრებული დღეა. სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა წირვა. წელს პირველი წელია, როდესაც ჩვენ ხვდებით უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარეშე და სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაწესდა ეს დღე. ჩვენ გვჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით, მისი შეწევნით ჩვენ აუცილებლად თითოეული დევნილი დაბრუნდება აფხაზეთში, დაუბრუნდებით ჩვენ ფესვებს და ეს დღე განსაკუთრებულია, კიდევ ერთხელ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და გვჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი. ჩვენ აღვნიშნავთ აფხაზეთობას. დღევანდელი დღე მაინც არის განსაკუთრებული, სიმონ კანანელის ხსენების დღე. ეს ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით თავის დროზე ეს დღე ზუსტად აფხაზეთის დღედ არის დაწესებული. სიმონ კანანელის ყოფნა აფხაზეთში ეს ისტორიული ფაქტია, ეს არ არის რამე ლეგენდა, ეს ისტორიულად ასე იყო. და ბუნებრივია, რომ ეს დღე აი ჩვენს დიდ პატრიარქს ჩაფიქრებული ქონდა როგორც აფხაზთა და ქართველთა ერთიანობის, გაერთიანების დღე. და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის დღევანდელი ღონისძიება, თუ ასე შეიძლება ითქვას, და თვითონ ამ დღის დაწესება, ქართველთა და აფხაზთა ერთიანობას. მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ჩვენს ენგურს გაღმელ თანამოძმეებს გაუგზავნოთ ჩვენ აი აქედან პირდაპირ გზავნილი მესიჯი, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, ჩვენ მათ პატივს ვცემთ. აი ეს გზა, რომელიც გაკვალეს ქრისტეს მოციქულებმა, სიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა, ჩვენ აი ამ გზით უნდა ვიაროთ. ვლოცვა მთელ საქართველოს სიმონ კანანელის ხსენების დღეს და აფხაზეთობას მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა და ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ აქ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შენდება სიმონ კანანელის სახელობის ტაძარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს და მინდა უსურვოთ თველს ქვეყანას, რომ უფლის მადლით და წყალობით იმედია, რომ ამ დღეს მალე ერთად შევხვდებით აფხაზეთში გაერთიანებული მთელი ქვეყანა. გილოცავთ ყველას. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე დილით წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, სიმონ კანანელის სენების დღე არის დღეს, აფხაზეთობა და ეს არის დიდი დღესასწაული. იმიტომ რომ ეს დიდი მოციქული განისვენებს საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში. და ინებო ღმერთმა მისი ლოცვით დაამშვიდოს, გაახაროს სრულიად საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი დიდი ტკივილია, როგორც პატრიარქი ილია ამბობდა, ეს დიდი ჭრილობა საქართველოს სხეულზე, საქართველოს ეკლესიის სხეულზე და ჩვენ ვიცით, როგორც გვასწავლის წმინდა ეკლესია, თუ ადამიანი განსასწრების დროს უბედურების ჟამს ადიდებს და მადლობს უფალს, ეს განსაცდელი შეიძლება გაქრეს. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ აქ დღეს შევხვდით ევხარისტიაზე. ევხარისტია არის ბერძნული სიტყვა, ნიშნავს მადლიერება და ჩვენ ვმადლობთ უფალსა. რამე თუ ამით გვასწავლის, რომ უპირველეს ყოვლისა ღმერთი, სამშობლო, ჩვენი მოყვასი და მერე ჩვენი პრობლემები. მადლობა ღმერთს, რომ ამ განსაცდელის დროს ჩვენ არ დავტოვეთ არც საქართველო, არ დავტოვეთ ეკლესია და პირიქით. მინდა გითხრათ, რომ დიდი ნაწილია ჩვენი ეკლესიის წევრი აფხაზეთიდან. აი მინდა გითხრათ, ეხლა მამები რო არიან აქ, მამა არქიმანდრიტი ლაზარე სოხუმელი, მამა არქიმანდრიტი პიმენი გალიდან, მამა არქიმანდრიტი გიორგი კოდორის ხეობიდან, მამა ღვთისავარი აფხაზეთიდან, მამა იერემია აფხაზეთიდან. აქედან მინდა გითხრათ,
მამა ალექსი არის დელმონაზონი მოღვაწეობს ათონის თაზე გრიგორიუს მონასტერში გაგრიდან არის მამა ილარიონი მეგრელიშვილი კახეთიდან არის მაგრამ მაინც აფხაზეთიდან არის გული და სული მამა გიორგი კუნჭულია სოხუმელია თქვენ იცით რომ წმინდა სინოდის დელმთავრები არიან მიტროპოლიტი ანდრია გორის დელმთავარი მიტროპოლიტი ავრამი გარმელია სოხუმელია და მეც სოხუმელი ვარ ამიტომ მადლობა ღმერთს რომ პირიქით განსასწრების ჯამს გაძლიერდა ჩვენი ეკლესია ძალიან ბევრი შევიდა ეკლესიაში ძალიან ბევრი არის მონაზონი ბერი ვინც მოღვაწეობს ხევის ეპარქიაში წალკის ეპარქიაში რუისურბნისის ეპარქიაში ათონის თაზე და დიდება და მადლობა ღმერთს ამიტომ ვილოცოთ ვევედროთ ღმერთს და ეს განსაცდელი გაქრება როგორც ჩვენ ვიცით იობის მართალი იობის ისტორიაში როცა უფალმა მისცა იობს ყველაფერი ჯანმრთელობა ოჯახი სიმდიდრე მერე წაართვა და იობი დარჩა ერთგული ღმრთისა და ვიცით გაგრძელება ამ ისტორიისა უფალმა უფრო ბევრი მისცა ამიტომ რომ ჩვენ გვჯერა და ჩვენ გვწამს რომ მოვა ის ჟამი როცა ჩვენ დაბრუნდებით მაგრამ დაბრუნდებით სიყვარულით მოწყალე გულით სიხარულით რწმენით და ჩავეხუტებით ყველა იმ კვიდრს ვინც ეხლა არ აღიარებს რომ ჩვენ ერთი ეკლესია ვართ ერთი მოციქულის შვილები ვართ ნუ ეს დროებით არის მინდა მიულოცოთ ჩვენ პატრიარქს სრულიად საქართველოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს დიდი მეუფეს შიოს იმიტომ რომ არა მარტო საქართველოს პატრიარქი არის ეს არის პირადად აფხაზეთის დელმთავარი და აფხაზეთის შვილები ვარ და ვევედროთ ღმერთს რომ პატრიარქი შიო ერთად სამდელოებასთან მრევლთან ერთად მთავრობასთან ერთად მივმართავ ჩვენ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ბატონ გიორგის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს ბატონ ჯემალს მინისტრებს დეპუტატებს რომ მოვითმინოთ ცოტა ხანი რაც ცუდი იყო დავივიწყოთ და რაც კარგი იქნება ეს შევაგროვოთ მერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და მომავალი წელი იყოს შერიგების და ერთობის წელი მოგიხსენებათ წმინდა მოციქულის საფლავი აფხაზეთის ტერიტორიაზე კომანში მდებარეობს და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სიწმინდეა და სწორედ აქედან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წლების წინ სიმონ კანანელის ხსენების დღე დაადგინა როგორც აფხაზეთობა და ყოველწლიურად უამრავი ადამიანი აღნიშნავს აფხაზეთობას დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე მობრძანდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა პარაკლისი და აღავლინა მიცვალებულთათვის პანაშვიდი ასევე დილიდან მსახურება შესულდა წირვა შესულა სამების საკათედრო ტაძარში რომელიც წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა შეასრულა და წირვას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი მამები და მრევლი ასევე აქ ბრძანდებოდნენ აფხაზეთის მთავრობიდან წარმომადგენლები რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა და წარმატებები უსურვა